საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ლარიზაციის გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც სესხების გალარების პროგრამას გულისხმობს, ძალაში ერთ კვირაში შევა. აღნიშნულის შესახებ დადგენილება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მოქალაქეებს, რომლებსაც 2015 წლამდე კრედიტი დოლარში აქვთ აღებული, სიახლის მიხედვით სესხების კონვერტაციას ლარში შეძლებენ. ახალი ინიციატივა 17 იანვრიდან ამოქმედდება და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100,000 ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40,000 დოლარზე მეტი 2015 წლის 1 იანვრისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 28 ნოემბრისათვის 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა. თუ სესხებელს გააჩნია სესხი 40,000-ზე მეტი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება. ანუ 40,000 დოლარის ფარგლებში შეეხება სუბსიდირება. თუ სესხებელს აქვს სესხი 100,000 დოლარზე მეტი, დღის მდგომარეობით ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ასევე თუ შემოსავალი არის 100,000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით, ასევე მათ არ შეეხებათ სუბსიდირება. პროგრამის ფარგლებში დასაშვები არის პორტირება, ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე ჩვენი მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვები არის. მთავრობისაგან განსხვავებით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სესხების ლარში კონვერტაცია მოქალაქეებს მნიშვნელოვან შეღავათს არ მისცემს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ კვირიკაშვილის გუნდმა წინა საარჩევნო დაპირებები უნდა შეასრულოს და ეკონომიკა ამ ფორმით უნდა გააძლიეროს. თუ არ დაიწყო ხელისუფლების მიერ დაპირებული სწრაფი განვითარება, ეკონომიკის ზრდა, ვერანაირი მოგონილი ლარიზაციის პროექტები მოსახლეობაზე დადებითად ვერ აისახება, მით უფრო რომ ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც, კერძო პირის გაგვაქვს სესხები დოლარში და ჩვენ აბსოლუტურად არ შეგვეხება არანაირი შეღავათი, თუნდაც ის 20 თეთრის ფარგლებში, რომელიც ეხლა იმ ადამიანებს ალბათ შეეხება, ვისაც ეს ლარიზაციის პროექტი მოერგება. საბანკო სისტემის ჯანსაღად და მეტი მოგებაზე უფრო ზრუნავს ხელისუფლება, ვიდრე უბრალოდ მოსახლეობაზე, რომელსაც ელემენტარულად მე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც 170-ზე ქონდა სესხი აღებული, ეხლა კიდე 100 ლარით გაუძვირდა ის 100 დოლარი, რომელსაც იხდის და ეს არის დამანგრეველი ქართული ეკონომიკისთვის და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისთვის. მე ვეყრდნობი რა იმ ექსპერტების მოსაზრებას, ვინც ამ საქმის პროფესიონალია, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირ შეღავათს ეს არ მოიტანს, თუ არ მოხდა გლობალური ძვრები ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკაში და თუ რაღაც რეალური გეგმა არ შემუშავდა და არ განხორციელდა ამ ძალიან ცუდი კრიზისიდან გამოსასვლელად. სესხების გალარების პროგრამის ამუშავებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია გორში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეების მოსაზრებები. კარგია ხალხისთვის, მე ხალ ლარში მაგაზები. დოლარში რომ ქონიყო დიდი სიამოვნებით დასახდებოდა. ლარი უკვე ლარის კუპონიზაცია დამთავრდა. ეხლა არის ლარის მაკულატურიზაცია. ენის გასატეხი ეს ლარი გამაკულატურებულა და სამაკულატურში ჩამაკულატურებულა, თუ გაიგეორეთ მაგას. ასე რომ ქვეყანა კატასტროფის პირზე არის ამ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება. მე მგონი არ იქნება ცუდი. ეს მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს ლარი. ცუდი არ იქნება, კარგი იქნება. რა კანონები შემოიღეს ესენი, რომ ხალხი გასაცოდავებულია? რა ვიცი, ჩემი აზრით არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დოლარი უკვე სად არის ასული და ანუ ვისაც ლარი აქვს გამოტანილი და ლარში და აი ესა დოლარი და ლარში დააბრუნებს, მე მგონი რომ ცოდონი არიან. ძალიან დიდ თანხებთან მოუწევთ გადახდა და
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების აქცია შესაძლოა შეეხოს დაახლოებით 33000 სესხს. რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებელზე შემოსავლების, ასევე მიმართვიანობის რაოდენობა. მთავრობის მიერ შემუშავებული ინიციატივა 17 იანვრიდან ამოქმედება და 2 თვე გაგრძელდება.